კახეთში რთველი გრძელდება. რთველი 2025-ის ფარგლებში ყურძნის მოსავალი საერთო ჯამში რეკორდულ 300,000 ტონის ფარგლებში იქნება. 13 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთში სულ გადამუშავებულია 283,000-მდე ტონა ყურძენი, რაჭაში კი 1,800 ტონა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კახეთში 8,000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს. ამ ეტაპზე კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20,000-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. რთველის პროცესში კი 521 საწარმო იყო ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე კობერიძემ დღეს გადამამუშავებელ საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში მუშა პროცესია. კახეთის რეგიონში წელს უხვი მოსავალია. გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით მეტია ყურძნის მოსავალი. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში მოსულმა უხმა ნალექმა შეამცირა კრეფისთვის ხელსაყრელი დღეების რაოდენობა და გამოიწვია, ასე ვთქვათ, მაღალი კრეფა. რიგები პირველ რიგში გამოიწვია უამინდობამ, რა თქმა უნდა, წვიმები ცოტა ხანგრძლივი წვიმები მოვიდა, რამაც ძალიან იმოქმედა ყურძნის ხარისხზე. ესე ვთქვათ, ყურძნის წვენიანობა გაიზარდა საგრძნობლად, რამაც ჩაქრიანობა დაბლა დასია, მაგრამ სამაგიეროდ გართულდა ყურძენის გადამუშავება. გადამუშავებას ვაგრძელებთ, რადგან ჩვენ დავხვდით ჩარშანდელი ნაშთებით, ესე ვთქვათ, რომ ჩარშანდელი მარაგები კიდევ ბევრი ქონდა, ეხლა ვახდენთ თან ავტოცისტერნებით მის გადაადგილებას, რომ მზად დავხვდეთ ყურძნის მიღებას.